დღის მდგომარეობით 28,000 ტონამდე მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, ღირებულება 15,9 მილიონი დოლარი შეადგინა. გადამუშავდა 5,400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1,900,000 ლარის სუბსიდია გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარინჯისფერი რთველი რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს. წელს სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების მანდარინზე 10 თეთრით გაიზარდა და 1 კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენს. აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. დღეს მდგომარეობით გადამუშავებული გვაქვს დაახლოებით 2,700 ტონა არასტანდარტული ნაყოფი. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ფერმერი ღებულობს 40 თეთრს, სადაც 35 თეთრი გახლავთ სახელმწიფოს მიერ გაღებული სუბსიდია, ხოლო 5 თეთრი ჩვენი საწარმოს მიერ გადახდილი თანხა. დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შესაბამისი საკონსერვო ქარხნები, როგორც მოგეხსენებათ, წელს დამატებითი ინვესტიციები განხორციელდა ამ საწარმოების გადაიარაღების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ციტრუსის დაბინავების პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად. მიმდინარეობს აჭარაში ციტრუსის მოსავლის დაბინავება, ადგილზე გავეცადეთ პროცესს, მნიშვნელოვანი არის ის მხარდამჭერი პროგრამები, რომელსაც აჭარის მთავრობა ახორციელებს ერთობლივად კოორდინირებულად, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფთ, რომ მოსავალი იყოს ღირსეულად დაბინავებული, სწორად დაბინავებული, ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან.